რეალურადაც ბოლო 4 წელიწადში მოხდა, ეს არის ქართული პოლიტიკის თამაშის წესები შეიცვალა. აქამდე იყო სწორება, რომ ვინ უფრო მეტად არის ლიბერალი, ის არის კარგი და ეხლა იქნება, რომ ეხლა ვინც უფრო მეტად სუვერენისტია და ვინც უფრო მეტად იცავს ეროვნულ ინტერესებს და ამაში დღეს მოწინავე არის ქართული ოცნება, ის იქნება პოლიტიკურ ველზე. აი საერთო პრინციპებზე ახსენე შენც და ნუკრიმაც. აი რატო ხდებოდა ეს ქვეყნის ჯანჯღარი არჩევნების დროს და არჩევნების არაღიარება, რაც აი დავალება იყო. რა დავალება იყო, მაგრამ ნახე, როდის ხდება არაღიარება? როცა შენ არ ხარ შეთანხმებული სუვერენიტეტს, ანუ შენ როცა ხარ ამბობ რომ იქ არ მოგცეს ლეგიტიმაცია. ანუ შენ როცა თანხმდები რომ მე ვთამაშობ სუვერენიტეტს, წავაგე ამ პარტიასთან თქვათ, რა ვიცი, 50-ით 25%-ად. შევალი 25 და ვეცდები რომ შემდეგზე დავამარცხო. ანუ შენ რო თამაშობ ფეხბურთს და მეორე თამაშობს, რა ვიცი, ბალეტს ან რაღაცა შტანგას წევს, ეს არ უნდა იყოს. ანუ ამიტომ ხდებოდა ეს, ასე ვთქვათ, ქვეყნის ჯანჯღარი და არაღიარება. აღიარება ხდება მაშინ, როდესაც ძირეულ პრინციპებზე რომ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და უსაფრთხოება ამაზე თანხმდები, რომ ქართველობა არაა სირცხვილი და მე მსჯელობ, რავი, გადასახადი უნდა იყოს 20% თუ 23 თუ განათლება ესეთი უნდა იყოს თუ ისეთი, ეგენი უკვე არის ის საკითხები, რაზეც დისკუსია მოსულა. და პლუს ამას ჩემი აზრით ეს დიდი მანდატი რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ და სავსებით დამსახურებულად, ეხლა არის ძალიან სწორი და მისასალმებელი, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა განათლების სისტემა. ეს კადენცია, ეს 4 წელი არის სწორედ იმ მიღწევების ჩაბეტონებისთვის და გამყარებისთვის საჭირო, რაც წინა 4 წელიწადში იქნა მიღწეული. ეს არის სუვერენიტეტი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ სუვერენიტეტს საფრთხეს უხდიდა ორი წყარო. ერთი ეს იყო გარე დაუძინებელი მეგობრები და მეორე აქ განათლების სისტემა, რომელიც გადმოყვა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდა საფუძვლიანი რეფორმა და იმისთვის რომ აი ეს სუვერენიტეტის მიღწეული შედეგები გამყარდეს და გრძელვადიანი მდგრადობის კომპონენტი მიიღოს, ამისთვის საჭიროა ეს 4 წელი მართლა მუქჭაუხდელი შრომა განათლების მიმართულებით და ამ მხრივ მხოლოდ მისასალმებელია პრემიერის დაანონსებული რეფორმები.